ბიძინა ივანიშვილმა ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. ივანიშვილის თქმით, მისი დიდი სურვილია საქართველოში იმდენმა ებრაელმა იცხოვროს, რამდენიც აქ 40 წლის წინ ცხოვრობდა. მან ისრაელს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებაც უსურვა. ხანუქას დღესასწაულის სათავეს მეორე საუკუნეში იღებს. ამ დღეს ებრაელები ბერძენზე გამარჯვებას ეიმობენ. თბილისის სინაგოგაში დღეს ხანუქას პირველი სანთელიც აანთეს. ხანუქას დღესასწაული დღეს დაიწყო და 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მე მთელი სულითა და გულით მიულოცავ ხანუკობას, ებრაელ ერს და უსურებ, რომ მალე დასრულებული იყოს ყოველგვარი გაუგებრობები, რაც არსებობს დღეს ისრაელში. ისრაელს დაებრუნებინოს ისტორიული ტერიტორიები, ჩემი ერთ-ერთი ოცნება გახლავთ ის, რომ ისე მოვახერხოთ უახლოეს წლებში, ისე განვავითაროთ საქართველოს, რომ არანაკლები ებრაელი ცხოვრობდა საქართველოში, ვიდრე ცხოვრობდა 40 წლის წინ. დღესასწაულის გამარჯვების წილათლის, კანდიდების დღე, ერთობის დღე, გამარჯვების დღე და ძალიან გვიამაყება და გვსამოვნოს, რომ ჩვენი პრემიერი მთელი საქართველოს დღეს ებრაელებთანა